ჩემი ნატვრაა, როცა მე ამ სოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს ამ პაწასალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს. მეც არას ავთხოვ საქართველოს. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო. ვაგრძელებთ საავტორო გადაცემათა ციკლს საუბრები ჟურნალისტიკაზე, სიმართლე სიკეთით. 28 ოქტომბერი გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღეა. ჩვენი გადაცემაც ბუნებრივია მის პუბლიცისტიკაზე საუბარს მიუძღვენით. გრიგოლ რობაქიძე, ფილოსოფოსი, მოაზროვნე, პუბლიცისტი, პოეტი, თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ფუძემდებელი. რაც უმთავრესია, პატრიოტი, ერისკაცი, უცხო მიწაზეც რომ ბოლო ამოსუნთქვამდე საქართველო ენატრებოდა და ზრუნველ მზერას არ აშორებდა თავის კარდუს. ნატანჯი ქვეყნის წამებული შვილი. გრიგოლ რობაქიძის სახელი ტაბუდადებული იყო ჩემი სტუდენტობის პერიოდში, წინა საუკუნის 70-იან წლებში, მაგრამ ჩვენ მომავალ ჟურნალისტებს ჭეშმარიტი მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლებად გვზრდიდა დედა უნივერსიტეტი, სადაც ყველა რეჟიმისა თუ დიქტატურის პირობებში ეროვნული სული, უნივერსიტეტის სული არ ქრებოდა. ჩვენი ერისკაცი ლექტორები, პროფესორები, ტარიელ კვანჭილაშვილი, აკაკი ურუშაძე, ილია ნატროშვილი, ვიოლეტა ცისკარიძე, ივანე ქავთარაძე, გიორგი შალამბერიძე, დავით გამეზარდაშვილი, არჩილ სულაქველიძე, ნოდარ ტაბიძე, ნიკო ლეონიძე, მამია ებრალიძე, ლეო კავილაძე, თამას ქვარიანი, ნინუსი მახარაძე, მარინა კანდელაკი, შოთა გაგოშიძე, დალი ჩიკვილაძე, ივანე მჭედლიშვილი, ლია ფერაძე, ვანო ხორბალაძე. შემინდო სუფალმა თუ ვინმე გამომრჩა. დიდად განებივრებულნი ვიყავით ჩვენს თეთრ ტაძარში, სულიერების ამ ოაზისში, ჭეშმარიტი უნივერსიტეტელებით, ვინც სუსხიანი რეჟიმის პირობებში ყველაფრის მიუხედავად ხშირად სიცოცხლის რისკის ფასადაც კი უნივერსიტეტის სულის შენარჩუნება გადარჩენისთვის იღწოდა დღენიადაგ. ეს კი პირველ ყოვლისა სტუდენტის სულის გადარჩენად ესახებოდათ და მაშველი რგოლებივით ჰქონდათ მომარჯვებული ერისკაც და არც თუ იშვიათად აკრძალული ნაწარმოებები. მათ შორის გრიგოლ რობაქიძის არამხოლოდ რომანები, მისი რაღაც სასწაულით დაწვასა და განადგურებას გადარჩენილი პუბლიცისტიკაც. ასე გავითავისეთ საქართველოს ხერხემალი, მიმართვა ქართველ ახალგაზრდებს, მიმართვა ქართველ ხალხს, საუბრები კარდუსთან. ლოცვასავით ვიმეორებდით ემიგრანტი მწერლის უკანასკნელ სურვილს, მისი ანდერძის სულის შემძვრელ სტრიქონებს. მეც არას ავთხოვ საქართველოს. ჩვენს მეორე იერუსალიმს, მცხეთას ისე არ ვეწვეოდით, ნებისმიერ დროს არამხოლოდ წიფობის თვეში, სვეტიცხოვლის ტაძარში სანთელი არ აგვენთო ემიგრანტი მწერლის ტანჯული სულისათვის. იმერეთის ულამაზე სოფელ სვირში დაბადებული ახალგაზრდა ჯერ ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი ტარტუსა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში იღებს განათლებას. 1908 წელს სამშობლოში დაბრუნებული ფილოსოფიის დოქტორი გრიგოლ რობაქიძე სიმბოლის და ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი ხდება და აქტიურად მონაწილეობს საქართველოს მწერალთა კავშირის დაფუძნებაში. მერე იყო საქართველოს დამოუკიდებლობის წლების უკიდეგანო სიხარული და დამარცხების, ოკუპაციის სიმწარე. კომუნისტური რეჟიმის სუსხში გატარებული 10 წელი, როცა შეიქმნა მისი რომანი გველის პერანგი, პიესები, ლონდა, მალშტრემი, ლამარა. დიდი კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლები რუსთაველის თეატრის სცენაზე და ერთი მხრივ ტრიუმფი, ქებადიდება, ოვაციები, მეორე მხრივ დევნა, შევიწროება, ცილისწამება. და მაინც ქედუხრელი შეუპოვარი ბრძოლა საქმითა და სიტყვით, ლექსებით, პუბლიცისტურ-კრიტიკული წერილებით, საჯარო ლექციებით, გამორჩეული ესე საოცრება, საქანელა და სახრჩობელა, სადაც ფილოსოფიური სიღრმით
ექსპრესიული მანერით მეტაფორა შედარებებისა და შეპირისპირების მეთოდებითაა გაანალიზებულ წარმოჩენილი მწერლის თანადროული სამყარო. სამყარო ინგრევა, ამის შემჩნევა არ შეუძლიათ მხოლოდ ბაზელის კმაყოფილებს. არის იგი ნგრევა უაღრესად კოსმიური თუ მარტოოდენ სოციალური, ეს შეცნობის ინტენსივობის საკითხია. არსად ისე მძაფრად არ ცნაურებულა ეს ნგრევა როგორც პოეზიაში და ზოგადად ხელოვნებაში. ამბობენ ყოველი ახალი ჯერ სურნელებით მოდისო. შარლ ბოდლერმა პირველმა მოგცა სამყაროს დაშლის სურნელება ბოროტების ყვავილებით. საფრანგეთის სიტყვის ხერხემალი ბოდლერის შემდგომ ამ ყვავილების სიავით არის დაზნექილი. ლაფორგმა იმდენი იტირა, რომ ტირილში შეშლილივით გაიცინა, ამ სიცილში გაისმა სამყაროს უკანასკნელი განიავება. არტურ რემბო დაჭრილი კენტავრივით გადავარდა მსოფლიო ნგრევაში და უცნაურობის ტემპერამენტით გიჟურად ამახვილა იგი. სტეფან მალარემ დაშლილ სამყაროს მიქელანჯელოს არტახები მოუჭირა, მაგრამ მოჭერა ისეთი ძლიერი იყო, რომ აშლილი ქვეყანა კიდევ უფრო დაიბზარა. ამ დროს მოდის ფრიდრიხ ნიცშეს დიონისოს ჟინჟილებით და ახელებული მენადები კივილით მოედნენ ევროპას. რუსეთი იმთავითვე მღვრიე თვალებით სიგიჟეს ატარებდა და დოსტოევსკიდან მოყოლებული, ვიდრე ანდრეი ბელამდე, მას აპოკალიფსური ეპილეფსია ეკიდება. სკრიაპინმა კი ამ ეპილეფსიას ქაოსით მოხეთქილი რიტმები დაურთო და აირია ქვეყანა. ამ არევას ვერც ლოიდ ჯორჯები მოულიან თავს და ვერც ლენინები დააბოლოვებენ მას. რა შვება ამ დროს საქართველო? ყველაფერი ინგრევა და სამყაროს ტორტმანში იგი მხოლოდ ქანაობს. არასოდეს ისე არ გამოცხადებულა ჩვენი რასიული ხასიათი როგორც დღეს. საქართველო სისხლშერეული სხეულია. თუ არსებობს ფსიქოლოგიური სხვაობა სემიტურსა და არიულ შორის, ქართველობაში უთუოდ პირველიც არის და მეორეც. უცნაური რასიული ელემენტი ძველი იბერიის აწინდილ საქართველოში ყველაზე უფროა ამახვილებული. ჩვენ გვიყვარს სემიტური გამორჩენა, მაგრამ ჩვენ არიული გამორჩევაც გვიყვარს. ლაღად გადასმულობის დასაწყის ჩვენს ბუნებაში ეომება პრინციპი ახმაურობის. ჩვენ ხშირად გვძლევს ხოლმე წვრილმანობა, მაგრამ ხშირადვე გვაჯადოებს რაინდული ხმალში გამოწვევა. ჩვენ მეწვრილმანინიცა ვართ და რაინდებიც. უცნაურია საქართველო. ქართულში ლაქიაც ზის და მეფეც. მასში ჟულიკიც არის და არისტოკრატიც. ქართველი თავის თავს ატყუებს, რომ სხვა მოატყუოს. ქართველი თვალმაქცები არიან. ბოლოს და ბოლოს ქართული ყოფა ფუნქციონალურია უფრო. საქართველოს გაქანება საქანელაა და ქართველი ქანაობს კიდეც. იგი არც არის და კიდეც არის. მას არ სჯერა თავის და სურს სხვა იყოს. მაძიებელი აზნაური ბოლოს და ბოლოს საქართველოს მისტიკაა და ყალბი ღერბების მაესტრო აშორდია ისტორიულ ფიგურად გამოდის. ქართველი გაურბის თავის თავს ცუდს, რომ ნახოს თავი უკეთესი. წმინდა მამა იოანე საქართველოს გაექცა და თაწმინდა შეაფარა თავი. შემდგომ ვერცი გაუძლო შუღლიანობას და შფოთს ქართულსა, მაგრამ გაემართა ესპანეთისაკენსაცა მაინც ქართველები ეგუებოდა. კიდევ უმძაფრესი, ქართველს ძულს თავი ახლობელი, ალბათ მისთვის ეტრფის თავის თავს შორეულს. აქ არის ყოფა ქართული, ესთეტიურ ათვისებული. არსად იგი ყოფა არ ცხადებულა ისე, როგორც ჩვენს უახლეს პოეზიაში. მართალია ამ სფეროში ხარფუხის ბარაშკაჯან და ნარიმანა გოცაძე ერთი მეორეს ჯერ კიდევ ედავებიან პირველობისათვის, მაგრამ ეს მარტოოდენ ზედაპირია. ნამდვილი ათვისება ქართული ყოფის რიტმის უახლოეს პოეტურ სიტყვაშია უთუოდ. ქვეყანა ინგრევა და საქართველო კი ქანაობს. ქანაობს როგორც ყვითელი ჭინკა საქანელაზე. ეს არის მისი რიტმი. სანახაობა ეფემერული ძალზე და მისთვის ალბათ ფერიული მეტად.
ერთვიან ერთიმეორის ჭინკების ფერხული და კუდიანების არული. ძველი იბერიის ყვითელი ქიმერები დაიძრნენ ბუდეებიდან და კალიასავით მოედნენ ქართულ ველებს. უცნაური და საცნაური დუელში არიან ჩართულნი. სახეები ქრებიან და რჩებიან ორეულები მარტოოდენ. არის აქ ალური მოვარდნა წითელი ჩვენების და ლანდების ქორწილი გიჟური ნადიმით. არის თავადური განზე გადგომაც და ხილვის დაჭრაც მზის დაყუდებაში. არის მრავალი რამ. საქართველო ქანაობს საქანელაზე, მაგრამ საქართველო უფსკროლზეა გამართული და ადვილი შესაძლებელია საქანელა სახრჯობელად გადაიქცეს. ხილვა უკანასკნელის ხშირად მძაფრდება და შეშინებული ჟღალი თვალები კიდევ უფრო ფართოვდებიან. იხსნებიან უფსკროლები და გვეფეთებიან უცნაურნი მზერანი. საქართველო ქანაობს უდარდელი, მაგრამ სახრჯობელას ჩვენებას ტანჯავს მას. ან თავის მონახვა უკანასკნელი, ან სრული დაღუპვა თავისა. გზახსნილი არ არის სხვა. ხანდახან აქ სახრჯობელა სისხლიან ჯვარად იქცევა. ჯვარი უფრო ძნელია ვიდრე სახრჯობელა, მაგრამ ჯვარცმაში კათარზისია ნათელი და ჩამოხრჯობაში კი უკანასკნელი დაღუპვა. ჯვარცმა უცდის საქართველოს და ჩვენც ლოცვით ველით მის მოახლოებას. ვიცით, იქნება გამართლებული საქართველო, ვიცით, იქნება ათავადებული ქართული სიტყვა. ნუ ვიტყვით, რომ ამ შეფასებას ყავლი გაუვიდა. იგი დღესაც აქტუალურია. დღესაც ქანაობს საქართველო. წარსულიდან გვაფრთხილებს დიდი წინაპრის აჩრდილი. ჯვარცმა უცდის საქართველოს და ჩვენც ლოცვით ველით მის მოახლოებას. ის გადაგვრჩენია, მწერლის ოპტიმიზმი გავითავისოთ და გვწამდეს. იქნება გამართლებული საქართველო, იქნება ათავადებული ქართული სიტყვა. გრიგოლ რობაქიძეს სწორედ ეს შემართება, ეს ოპტიმიზმი არაპატია რეჟიმმა. ქვეყნის მოღალატეობა დასწამა და მტრად გამოაცხადა. საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ თანდათან აუტანელი გახდა ახალგაზრდა მწერლისადმი რეჟიმის მტრობა. 10 წელი იცხოვრა სულისშემხუთველი დიქტატურის ზეწოლის ქვეშ და ბოლოს გრიგოლ რობაქიძემ დიდი გულის ტკივილით დატოვა სამშობლო, სადაც სამუდამოდ დარჩა მისი ფესვები, სული და გული. კვლავ გერმანია. 1931-45 წლების განმავლობაში თავდაუზოგავ შრომაში გაზავებული უსამშობლოობის ტკივილი და სევდა. გერმანულად გამოქვეყნებული მეგი, ჩაკლული სული, ქალღმერთის ძახილი, გრაალის მცველდი, დემონი და მითოსი. ლექსები, ლიტერატურული და პოლიტიკური წერილები, ესეები. გამორჩეულად პოპულარული კრებული, კავკასიური ნოველები. სახელი და აღიარება. გერმანელი პოეტისა და მკვლევრის ტასილიო ფონ შეფერის გაოცება. როგორ შეძელით თქვენ უცხოელმა ესოდან რთული ჩვენი გერმანული ენის გაშლა და ამაღლება, როგორც ამას ვერ შეძლებდა თვით გერმანელი. არნახული პოპულარობისა და საყოველთაო დაფასების მიუხედავად, ვერაფერმა გაუნელა დიდმამულიშვილს სამშობლოზე დარდი და ურვა, რაც მის შედევრებშიც აირეკლა. აი რას წერს აკაკი ბაქრაძე ბიოგრაფიულ რომანში კარდო ანუ გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება და ღვაწლი. მართალია, მისი ძირითადი რომანები გერმანიაში გამოქვეყნდა გერმანულად, მაგრამ ისინი ქართული პროზის მკვიდრი, ორგანული და მოუცილებელი ნაწილებია. უფრო მეტიც შეიძლება ითქვას, გრიგოლ რობაქიძის გერმანულად დაწერილ რომანებში ქართული სამყაროს ტრაგედია უფრო ნათლად ჩანს, ვიდრე სხვა მწერალთა ქართულად დაწერილ და საქართველოში გამოქვეყნებულ თხზულებებში. 1931 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ჯერ გერმანიასა და შემდეგ შვეიცარიაში პოლიტიკური მიზეზით ემიგრირებული კლასიკოსი უცხოცის ქვეშ გულგრილად ვერ ხვდება ვერცერთ თანამემამულეს. შორეულ 1962 წელსაც სუხიშვილების ქართული ბალეტის გასტროლების დროს ანსამბლის წევრ რუსუდან ენუქიძესთან შეხვედრის შემდეგ გაოგნებულ გრიგოლს აწოლებს კითხვა. ასაკის გამო მას ჩემი წიგნები ვერ ექნება წაკითხული. ისინი ხომ დაწვეს, გაანადგურეს ჩემი წამოსვლის შემდგომ.
მაშ რამ გამოიწვია მისი დაინტერესება ჩემი პერსონით? პასუხი მალევე გაირკვა. ქალბატონ რუსუდანს მამისგან, ივანე ენუქიძისგან სცოდნია დიდი მამულიშვილის შესახებ, რომელსაც კარგად იცნობდა ივანე. გრიგოლმა მოკითხვა დააბარა მამასთან, მაგრამ ეს აღმოჩნდა გრიგოლ რობაქიძის უკანასკნელი გზავნილი სამშობლოში. შინ დაბრუნებულმა რუსუდანმა, როცა მამას გახარებულმა ამცნო დიდი ქართველის დანაბარები, პასუხად ცრემლიანი დუმილი შეაგებეს. გრიგოლ რობაქიძე ანსამბლის სამშობლოში დაბრუნებამდე გარდაცვლილი იყო ემიგრაციაში, ანსამბლისა, რომლის კონცერტებსაც აცრემლებული, დიდი მღელვარებითა და მძაფრი განცდებით ესწრებოდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო უკვე ლოგინა ჩავარდნილი სასიკვდილო სარეცელზე წერს გრიგოლი თავის ცნობილ ესე შედევრს „ქართული გენია როკვით განფენილი“. ქართული ბალეტი ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილისა, რომელმაც მსოფლიოში ეგზომ დიდი სახელი მოიხვეჭა, ჟენევასაც ესტუმრა. 4 წარმოდგენას დავესწარი. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, დიდი განამარტო ჩემზე. მინდა ეს შთაბეჭდილება თანამემამულედ გავოზიარო. გრიგოლი ხუთგვერდიან ესეში ჯერ რასის მნიშვნელობას გამოწვლილვით განმარტავს, მერე კი სუხიშვილების ცეცხლოვანი ცეკვების არსსა და ხიბლს გვისურათებს. ეს ცეკვა ქართულია და გარდა ქართველისა, მას ვერ იცეკვებს ვერავინ. რასსა არ ეყოფა, წერდა სამშობლო მონატრებული მწერალი. სხვა როკვებსაც, როგორც თავად უხმობს, ასე წარმოაჩენს. მხედრული, დიონისური ზღვარ გადალახვა ისეთი, რომლის მსგავსი იქაც არ მოლანდებიათ, საცა დიონისო წარმოიშვა თრაკიაში. ხანჯლური, იგივე მთიულური, ამ როკვისათვის მიავირჩევდი სახელად მზეური, მზის ახალისება კაცის ტანში. ბაღდადური, ამის სამშობლო ტფილისია, ძველი ტფილისი, კინტოთ კასტა, ბაღდადური ლხინია ტფილისისა. ეს როკვა უნდა ენახა საიათნოვას, უნდა ენახა გრიგოლ ორბელიანს, უნდა ენახა ნიკო ფიროსმანს, უნდა ნახოს თუ არ უნახავს სოსო გრიშაშვილმა, ძველი ტფილისის მეტრფემ, უნდა ნახოს თუ არ უნახავს ლადო გუდიაშვილმა. შეიძლება არ იცით, ლადო არამხოლოდ მხატვარი მეგობარია კინტოთა, იგი შესანიშნავი მროკავია ბაღდადურისა. შეჯიბრი, მთელი დასი ეფინება სცენას და ფენს საქართველოს მზეს. ესაა გვირგვინი მთელი ბალეტის, აპოთეოსი, ნამდვილი საქართველოსი. ეს ბოლო აკორდად კი ასეთ შეჯამებას გვთავაზობს ავტორი. ასეთი ხალისი, ასეთი სიხარული, ასეთი ლხენა საუკუნოებში ტანჯული საქართველოს წიაღიდან. არაა ეს საკვირველი, მართლაც რომ საკვირველია. სადღაც უნდა მეთქვას, ყოველი წვეთი სისხლისა საქართველოს დედულ მამულისათვის დანთხეული, მზის სხივად ესხმოდა ქართულ მიწას. ახლა ვამბობ, საქართველო დაჭრილი მზეა. მითოლოგიაში ცნობილია ვნებული მზე, მაგრამ მაინც მზე. აქედან მისი ხალისი. ხალისი მაინც და ასე უფრო ძალაყრილი ნიცშეს სიტყვა. რაიც ვერ მძლევს, ხდის უფრო ძლიერს. საქართველოზე თუა გამოჭრილი. ვაშა როკვის ჯადოქარნო, ქალებო და ვაჟებო, ვაშა, ვაშა. წიფობის თვე 1962, ჟენევა. მისთვის სიმართლე ყველაფერია, მაგრამ არა ის, რომელიც ზედაპირზე დევს, ყველას თვალწინ, არამედ არსობრივი, სიღრმეში მიმალული, ძნელად მოსახელთებელ შესაცნობი. ამ მხრივ ტიპურია მის მიერ 1954 წლის აგვისტო-სექტემბერში მიუნხენიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციიდან სამშობლოში გადაცემული რამდენიმე მიმართვა. ამ გზნებარე წრფელი სიტყვების უმთავრესი პათოსი ისაა, რაც უცვლელია უცხოეთში იძულებით გადახვეწილი მამულიშვილის მთელ შემოქმედებაში. მზიური სამყარო შენი გენიის მიერ ხილული, კარდუ, ენგადია ჩემი შემოქმედებისა, ანუ წყაროს თვალი. ეს პათოსი განსაკუთრებული სიმძაფრით მჟღავნდება გრიგოლ რობაქიძის მიმართვაში ახალგაზრდობისადმი. აქ მწერალი სვამს უმთავრეს და უმძიმეს კითხვას.
რატომ დავტოვე საქართველო, ჩვენი მამული და დედული, ეგზომ შვენიერი და ტკბილი? ეს არაა ერთადერთი შეკითხვა, რომელსაც ავტორი საკუთარ თავს უსვამს. აქ შეკითხვათა მთელი კასკადია, რომლებზე პასუხის ადრესატიც ქართველი ახალგაზრდობაა. მცენარე იზრდება, ქართველთა გენია იტყვის მცენარე ხარობს, არის სიხარული საბჭოთა მშენებლობებში განა. ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ მაშინაა ადამიანი, როცა იგი თავისუფალია. თავისუფლებაა სხიური ელემენტი ადამიანში. განა ვინაა თავისუფალი საბჭოეთში დღეს? და ასე შემდეგ. პასუხები ცალსახაა, დღენიაдаг ფესვებზე, კარდულზე დარდით გამოტანჯული. ეს თითქოს ხმამაღალი ფიქრია ნოსტალგიით ნაწამები მწერლისა, ვინც მამულის ხსნას მისი ახალგაზრდობის სულიერების გადარჩენაში ხედავს და წრფელი ტკივილი თითქოს ახსარებით მიმართავს მას. ასეთია საბჭოეთის სამოთხე. ეს სამოთხე მივატოვე და არა ნამდვილი სამოთხე, შეუდარებელი სამშობლო ჩვენი. მოწყვეტილი ვარ ჩვენს დედამიწას, ხოლო შორეული ფესვებით მაინც მასთან ვარ. ეს ფესვებია უცხოეთში რომ მაცოცხლებენ. არც ესაა კულმინაცია, მიმართვის უმთავრესი პათოსის შემდეგ სიტყვებში გამოსჭვივის. ქალნო და ვაჟნო, ახალგაზრდებო, დღე არაა თქვენზე და თქვენთვის არ ვფიქრობდე. გულაჩუყებული და თვალცრემლორეული, ფიქრობ თქვენში შეჭრილია ბოლშევიზმის გამხრწნელი ძალა, თანვე ამასაც ვიგულებ, რომ შეჭრა ძირა ფესვებს თქვენი არსისა ჯერ კიდევ არ წვდენია. თუ რა ეს ფესვები, ამას ერთი მაგალითით ნათლად დაგისახავთ. იყო ერთი ქართველი თავადი ანარქისტი და თავდადებული მამულიშვილი, ვარლამ ჩერქეზიშვილი. ქართული მას არ ემარჯვებოდა. საქართველოს ბავშვობიდან იყო მოწყვეტილი. იცოდა რუსული, ფრანგული და ინგლისური. სიკვდილის წუთებში, როცა ადამიანის მთელი არსი შეირხევა საუკუნეთაგან მოშვებული ფესვებით, მას უეცრად რუსულიც დაავიწყდა, ფრანგულიც და ინგლისურიც და მომაკვდავება ქართულად იწყო ლუღლუღი. აი რა ძალის არიან ძირაფენები ადამიანისა, განსაკუთრებით ქართველისა. საბჭოეთის დიდ საკონცენტრაციო ბანაკში, როგორც თავად უწოდებდა, ჩარჩენილი ახალგაზრდობის სულის გადარჩენისა და ამ გზით ქვეყნის ტკივილებზე მალამოდ დადების მცდელობაა ამ მიმართვაში. აქ ტენდენციის გამჟღავნების ფორმა უძველესი რიტორიკული ფიგურაა, შიდა ტექსტური რეფერენცია, რომლის სემანტიკური ბირთვი ვარლამ ჩერქეზიშვილის ისტორია, რაც ექსპრესიით მუხტავს, შთამაგონებლობას ანიჭებს ძირითად სათქმელს. დაენდეთ მხოლოდ და მხოლოდ ღრმა სიტყვას ამ ძირა ფენებიდან. იქაა გულის ძგერა და მაჯის ცემა საქართველოსი, იქაა გონმეტყველება მისი. ისმენთ ამ ხმას, თქვენში წამოიჭრებიან წმინდა ნინო, რომელმაც ვაზის ჯვარით გვაზიარა ქრისტეს მცნებას. დავით აღმაშენებელი, ფუძემდებელი საქართველოს ხელმწიფებისა, ქეთევან დედოფალი, წმინდა ნინოს დობილი, წამებული ვაზის ჯვარისათვის, მესიტყვენი დიდი კარდუსი ჩვენი მისტიური თავრმდგენისა, იაკობ ხუცესი, გიორგი მერჩულე, შოთა, საბა სულხან-ორბელიანი, ილია, აკაკი, ვაჟა. წამოიჭრებიან თქვენში ძლევამოსილებით და მხრებში ამართულთ, თქვენ ვერ აგძლევთ რა. მიმართვა მთავრდება მოწოდებით. ისმინეთ ხმა ჩემი და ჩემთან ერთად გადასძახეთ მშობლიურ მთაველებს. ზეგრძელიყავ საქართველო. არანაკლები ექსპრესიითაა განსჭვალული მიმართვა ქართველ ხალხს, ოღონდ აქ ტენდენციის გამჟღავნების გზად ავტორს უფრო აკადემიური, დინჯი ტონალობა აქვს შერჩეული, სათქმელს სიმბოლური ხატით, ეგრეთ წოდებული რეფლექსიური ინფორმაციით იწყებს. ქართველნო, გეხსომებათ ბაბილონური აღრევა ენათა 1950 წელს მოსკოვში. თუ რას გულისხმობს, ეს მომდევნო სტრიქონებში კონკრეტდება, მაგრამ ბიბლიურ თქმულებასთან გავლებული პარალელი პრობლემის არსს ათვალსაჩინოებს. ქართველთა კულტურა, ასე ინდივიდუალური და ეგზომ უნივერსალური, ქართველი ერის წიაღიდან უნდა აგრძელებდეს თავის თავადობას.
წვდით ცოცხალ ფესვებს საქართველოისა, მის გენიალურ ენას, მის უნივერსალურ მითოს, მის ჰეროულ თავგადასავალს, მის ხალას სტილს სიცოცხლისა. წვდით ამ ფესვებს და ფესვები არწივის ფრთებად აგესხმით და ამ გზით მოიპოვებთ თავისუფლებას. თავისუფალი, გესმით რა გულისხმიერი სიტყვაა. მარჯი საქართველოს თავისი თავის უფალს. როგორც ვხედავთ, აქ ავტორის სწრაფვას ტენდენციის ნაწარმოების უმთავრესი აზრის, იდეის გამოხატვისათვის ჭეშმარიტების გაზიარება, განდობა ქვია. იმ ჭეშმარიტებისა თავად რომ სწამს და არ თქმა არ ძალუძს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესო და შთამბეჭდავია გრიგოლ რობაქიძის წერილების სერია საუბარი კარდუსთან. იმიტირებული დიალოგის ფორმა საოცარი უშუალობის, ინტიმის განცდას ბადებს და ემიგრანტი მწერლის მიერ გაფეტიშებული სამშობლოს ხატის გასულიერებას, მის წარმოსახვით თანამოსაუბრედ აღქმას განაპირობებს. სიტყვის დიდოსტატი სხვა ნიმუში კოტე მარჯანიშვილის რეჟისორულ ტალანტს ასეთი სიმბოლიზებული ხატით წარმოგვიჩენს. გასაოცარია იგი რეპეტიციების დროს, ვისაც სურს ახსნას მისი რეჟისორული ჯადოქრობა, მან იგი ამ მუშაობის დროს უნდა იხილოს. ალმოკიდებულია თავიდან ბოლომდე, იწვის, მაგრამ როგორც სალამანდრა არ იფერფლება, თანვე მრისხანია და სასტიკი, როგორც ყოველი შემოქმედი. აქ მეტაფორა მხატვრული სახის სიმძაფრესა და გამომსახველობას იძენს. სახეზეა პუბლიცისტური სიტყვის სემიოტიზაციის, ესთეტიზაციის მეტყველი ნიმუში. გრიგოლ რობაქიძის პუბლიცისტიკა ენობრივი თამაშის, ენობრივი ექსპერიმენტის სხვა არაერთ ორიგინალურ ნიმუშს შეიცავს. მეტაფორა, ალუზია, ჰიპერბოლა, ანალოგია, ოქსიმორონი, დიდოსტატის სიტყვას დამაჯერებლობას, სარწმუნოობას ძენს, ვინაიდან მისი მრწამსი, მისეული ხედვა უმოკლესი გზით, ემოციების გზით მიაქვს მკითხველის გონებამდე. შედარება, მოდიან რიტმები, როგორც მზის თვალები გაჩენის პირველ დღეებში, ექსპრესიით, ფერადოვნებით გვხიბლავს და გვატყვევებს. სხვაგან ვკითხულობთ. ქართული სიტყვა აქ მოცემულია ისე, თითქოს პირველ მიწას რძეს დიოდეს კვლავ ძუძუებიდან. ასეთ მეტაფორას იყენებს გრიგოლ რობაქიძე გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების ენობრივი ქსოვილით აღფრთოვანების გადმოსაცემად. პუბლიცისტური შედევრი, საქართველოს ხერხემალი, ტენდენციის გამჟღავნების კლასიკური ნიმუში ნიკოლო მიწიშვილის პასუხად დაიწერა. მას რამდენადმე პოლემიკური ხასიათი აქვს და ავტორისეული შეფასებანი ცოტა არ იყოს მძაფრადაცაა გამოხატული. ამის მიუხედავად, გრიგოლ რობაქიძეს არც ერთი წუთით ღალატობს ტაქტის, ზომიერების გრძნობა. თავიდან მისი შეფასება ლაკონიურია, წარია ეს სიტყვები. დასტურად ავტორი შეგვახსენებს ნიკოლო მიწიშვილის თეზის. როცა გადავხედავ ჩვენს ისტორიას, იქ მე ღვთის ხელს ვერ ვნახულობ. ჩვენი არსებობა დაცინოა განგებისა ჩვენს თავზე. ჩვენშია ჩამჯდარი ლომი და რწყილი, ეშმაკი და ანგელოზი, ნიჭი და ყიყვი. არის რაღაც შეკოწიწებული და გადაყრილი, მიბნეულ-მობნეული. ხერხემალს ქართული იდეისა მე ვერ ვპოულობ და ვერც აზრს საქართველოისას წარსულში. ამის პასუხად კვლავ იმეორებს გრიგოლ რობაქიძე თავის ლაკონიურ შეფასებას. წარია ეს სიტყვებიც და ახლა სხვა ფრაგმენტს გვთავაზობს ნიკოლო მიწიშვილის წერილიდან, რომელსაც არ ეთანხმება, მაგრამ დელიკატურად ბრძანებს. ამას წერს ნიკოლოს მიწიშვილი. არ არის საჭირო არც გაჯავრება და არც აღშფოთება, როცა ასეთ სიტყვებს კითხულობ. არც ის უნდა იფიქრო, რომ ავტორი ბოროტი აზრით არის ატროვებული. აქ უფრო ტკივილია, ვიდრე აზრი. ეს სულის კრიზისია და ასეთი კრიზისი ბევრს განუცდია. ქვემოთ ვკითხულობთ. არ არის საჭირო არც კამათი, აქ მხოლოდ ჩვენებაა საჭირო. და მწერალი აჩვენებს დამაჯერებლად ისტორიული ფაქტებისა და ანალოგიების მოშველიებით, ლოგიკური მსჯელობით, არგუმენტირებულად. მიწიშვილი საქართველოში ღვთის ხელს ვერ ნახულობს. რა არის მაშინ ქართლის ცხოვრება, მაგრამ არა მხოლოდ ეს.
ევროპაში თავი მოსწონთ მარკ ავრელიით, რომელიც ომშიაც ჭვრეტდა სამყაროს. ჩვენში დავით აღმაშენებელი ომის დროს 60 ქულოს კითხულობდა და ეს ზნე კინაღამ საბედისწერო გახდა მისთვის. გეკითხებით, რით ჩამოუვარდება დავით აღმაშენებელი მარკ ავრელიის? გრიგოლ რობაქიძე განაგრძობს ჩვენებას და მკითხველი უნებლიეთ ერთვება ჭეშმარიტების ძიებისა და დამკვიდრების ამ ცოცხალ პროცესში, გადმოედება გზნება და მისწრაფება ავტორისა. ევროპაში ლეგენდადაა ქცეული კალეს მოქალაქეთა რაიმდობა. როდენმა ქვაც კი აამეტყველა მათი რაიმდობით. ჩვენში ასეთი მონუმენტალი სურათი. მონღოლთა ნოინი სჯიან ქართველ შეთქმულებს. მათთან მიდის მაღალი და ნათელი კაცი დადიანი ცოტნე. იგიც შეთქმულთაგანია, მაგრამ არ დაუჭერია სხვაგან იყო. ცოტნე ამცნობს ნოინებს, რომ მისი ნდომაა შეთქმულთა ბედი გაიზიაროს, რადგან იგიც შეთქმულია. მონღოლებს უკვირთ ასეთი სიმართლე ქართველების და შეთქმულებს ათავისუფლებენ. რით არის ეს ამბავი ნაკლები კალეს მოქალაქეთა ამბავთან შედარებით? არაფრით. შესაძლებელია მეტიც იყოს. შემდეგ გრიგოლ რობაქიძე რუსთველის გენიაზე ამახვილებს ყურადღებას და იგი აღშფოთებულია ნიკოლო მიწიშვილის სიტყვებით. ან რუსთაველი არაა ქართველი, ან და მისი პოება ადვილად ნაშოვნი საქმეაო. აქაც გრიგოლი იშველიებს ისტორიულ ფაქტს. 1902 ნიკომარმა იერუსალიმში იპოვა ხელნაწერი ცხოვრება წმინდა გრიგოლ ხანძთელისა. ავტორი გიორგი მერჩულე. გამოდის მე-20 საუკუნის თაურამდე არავინ იცოდა თუ რა საუნჯე ჰქონიათ ქართველებს. ქმნილება ეკუთვნის მე-10 საუკუნის ნახევარს. ზედმეტია იმის მტკიცება, რომ ეს ქმნილება ქართული გენიის ხალასი ნაყოფია. მაშასადამე ვეფხისტყაოსანი არაა შემთხვევითი, ადვილად ნაშოვნი საქმე. ანალოგიურად, ქართული გენიის დასტურად მოჰყავს გრიგოლ რობაქიძეს ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები, ეფრემ მცირე, რომელთაც ქართულ სიტყვაში გენია გააღვიძეს. შემდგომ, განა მინდიას მითოსი გენია არ არის თვითონ, განა აქ არას ჩანს ღვთის ხელი. ანალოგიურად, ვაზის ჯვარი, ოქროს ვერძის ამბავი და მედეას ლეგენდა, ქართველი ქალის სილამაზით მოხიბლული პიეტრო დე ლა ვალე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის უტყუარი არგუმენტებია, რომელთაც გრიგოლ რობაქიძე მისეული გზნებით გადმოშლის საკუთარი მრწამსის, იდეის, ტენდენციის დასამკვიდრებლად და ეს საუცხოოდ გამოსდის. თვითპუბლიცისტური წერილის სათაურით საქართველოს ხერხემალი ხომ მეტყველი მეტაფორაა, ნაწარმოების არსის, მისი უმთავრესი საკითხის, პრობლემის წარმოსაჩენად, სადაც ავტორის დამოკიდებულება ცალსაღადაა გამჟღავნებული. გრიგოლ რობაქიძის პუბლიცისტიკა მეცნიერული, გამოწვლილვითი კვლევისა და ექსპრესიულ სახეთა მომარჯვებით აზრის რელიეფურად წარმოჩენის კლასიკური ნიმუშია, სადაც ბჭობა ისეთი სახიერია და სემიოტიზებული, უდიდეს ესთეტურ სიამოვნებასა და ახლის დანახვის სიხარულს განაცდევინებს გემოვნებიან მკითხველს. საილუსტრაციოდ შეგახსენებთ ამონარიდებს ესეიდან მზის ხანა საქართველოში. ნახტომი ირმის ეს მტევანში ჩასული თვალი ანათებს. უძველესი დროიდან სათაყვანო სიმბოლოდ მზისა სვასტიკა ითვლებოდა, კაკვიანი ჯვარი ბორბალში მოქცეული. ბორბალი ანიშნებდა ნათობის კოსმიურ ბრუნვას და ეს იმ დროს, როცა ნივთიერ კულტურაში ურემი ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი. ავიღოთ ახლა ქართული დასახელება ურმის თვალი. აქ თვალით ბორბალი იგულისხმება. აქვს ბორბალს მსგავსება თვალთან, ისე მაგალითად როგორც წყაროს ძირიდან მოჩუხჩუხე ნაკადს, რომელსაც ჩვენ წყაროს თვალს ვუხმობთ. გარდა სიმრავლისა არავითარი. საგულებელია მაშასადამე, რომ ქართულ ხილვას შერჩა სახულობა სვასტიკისა და რადგან ამ ხილვაში მზეთვალად იყო ცნეული, ურმის გამოგონებისას ბორბალი ჯვარისა ურმის თვალში გადმოვიდა საგნურად. ეს როგორც ჰიპოთეზი მხოლოდ.
ზე არის სიცოცხლის თესლი. ქართული ენის მკვლევარი მიხეილ წერეთელი გვამცნევს თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულში ფესვს ცხ. მისი აზრით მუცელის პირვანდელი ფორმა იყო მუცხელი. მთავარი აქ ცხ არის, როგორც სიტყვაში სიცოცხლე, შესატყვისი რუსულში ჟივოტ ჟიზნ, გერმანულში ლეიბ ლებენ. თუ ეს ასეა, მაშინ სიცოცხლე და ცეცხლი სიტყვიერი ტყუპები ყოფილან. როგორ გაიხარებდა ჰერაკლიტ ეფესელი, სცოდნოდა მას, რომ რომელიღაც ენაში სიცოცხლე ნააზრევია ვითარ ცეცხლი. სწამდა ხომ მას, რომ სამყაროს ძირითადი თაური ცეცხლია. ცხოველთა შორის ყველაზე უფრო ცეცხლოვანი ცხენია. იმავე მკვლევარის მიგნებით, სიტყვაში ცხენი, იგივე ფესვი, ცხ ცოცხლობს. ცეცხლი, სიცოცხლე, ცხენი. ზისგან იშვის სხივიდან ნივთიერი იღებს სახეს, იმდენად, რამდენადაც იგივე სხიმფენია. მხოლოდ სხივის გამოქვთობით ეზიარების ნივთიერი ღვთიურსა, იქცევა სახიერ. არც ერთ ენაში არ იხმარება ზედშესრული სახიერი ღვთის მიმართ ისეთი ღრმა მნიშვნელობით, როგორც სწორედ ქართულში. რაც სახიერია, ის ღვთიურია, ასე ვგონებთ ქართველნი. საუბარში ჩვენ შეფიცვის თუ შეჯერებისას ვიყენებთ ასეთ თქმას: ჩემ მამზემ, შენ მამზემ. თითქოს ყოველ ადამიანს თავისი საკუთარი მზე ჰქონდეს. ვეფხისტყაოსანში ეს მზეთან აზიარობა პირდაპირ კოსმიურ ყალიბს იღებს. გავიხსენოთ დაუვიწყარი წერილი ნესტანისა, რომელთაც იგი ქაჯეთის ციხეში დატყვევებული ტარიელს მის მეტრფეს ანუგეშებს. მზე უშენოდ ვერ იქნების, რადგან შენ ხარ მისი წილი. მარადიულ განსხეულებას მზიურში აქ კიდევ უფრო აძლიერებს გენიალური ხტილი ქართული ზმნისა, მარადი მყოფადი. მითი ურმა დრომ მხოლოდ აბსოლუტური აწმყო იცის, რომელიც წარსულად არ იქცევა და მომავალი შინაგან აქვს უკვე. ნესტანი არ ამბობს გნახავ, დაგსახავ, განმინათლებ, არამედ გნახო, გსახო, განმინათლო. მზე სათავეა სინათლის, რომელიც სიბნელეს ებრძვის. ამ შებმაში წარმოიშვის ფერი. ფერი უბრალოდ ჩვენა კი არაა, ეთერტალღების რხევათაგან გამოწვეული. ბრმად შობილს შეუძლია გამოცდისას სწორი ფორმულა გადასცეს, მაგალითად წითელი ფერისა, მაგრამ წითელი მისთვის მაინც უხილავია. ფერი თვისებაა და არაოდენობა. ასე ესმოდა ფერი გოეტეს. ასე ესმოდათ იგი ჰინდოელებს. ფერის ასეთი გაგება მოქცეულია ქართულ ყოველდღიურ საუბარში. ჩვენ ხმარობთ ხშირად ყველას მაგიერ ყველაფერი და არარას მაგიერ სიტყვას არაფერი. აქ ფერი რაობად გამოდის, რაიც შემდეგ თქმაში კიდევ უფრო ნათელი ხდება. რა ფერ გააკეთე? დღემდე აუხსნელი სახელი სწორფერი, რომელსაც ხევსურეთში მეტრფეს უწოდებენ, ეხლა ნათელი ხდება. სწორფერი, ესე იგი შესაფერი, სიყვარულში მეორის სადარმხვედრი. კიდევ ერთი რამ მეტად მნიშვნელოვანი, ბაგრატიონთა საომარი ალამი მეწამული იყო, რომელსაც შუაგულში თეთრი ალი ჰქონდა გაწვდილი. ეს არ იყო შემთხვევითი არჩევა ფერისა. ჰინდოელთა ვედანტა სამფერად ისახავს ყოფას. ძირაფერი ბნელია და ქაოტური, უდრის შავი ფერი. შვანაფერი ჭიდილია, ბრძოლა, შებმა სინათლისა სიბნელესთან, წყობისა და რიგის ქაოტიურთან, მას უდრის წითელი. ზედაფენი სისრულია და ყუდროება ღვთიური, მას უდრის თეთრი. ბაგრატიონთა ალამი გვამცნევს, მეწამული ფერით ალამის ამ მმართველი ჯერ კიდევ შვანა, ანუ ადამიანურ ფენშია მოქცეული, ხოლო თანვე თეთრი ზოლით მას თითქოს წინასწარ აქვს მოზმული ზედა, ანუ ღვთიური ფერი. სიცოცხლის მიმწუხრს ემიგრანტ მწერალს უთქვამს, მე ისტორიას არაფერს ვანდობ, რადგან იგი ფრიად დაუნდობელიაო. მხოლოდ ისტორია არ ყოფილა დაუნდობელი მის მიმართ. ისტორიას ხომ ადამიანები წერენ და არც თუ იშვიათად მიკერძოებულადაც. 1962 წელს ჟენევაში სუხიშვილების ანსამბლის თავრუდამხვევი კონცერტების შემდგომ ჯანგატეხილი მწერალი საწოლს მიჯაჭვული, რომ წერს ცნობილ ესეს, ქართული გენია როკვით განფენილი და სულ მალე იმავე წლის 19 ნოემბერს
მარტოსული და მატერიალურად უკიდურესად შეჭირვებული 80 წლისა ტოვებს წუთი სოფელს. წერალი იქვე, ჟენევაში დაკრძალეს. 14 წლის შემდგომ 1976 წელს ქართველი ემიგრანტების ნინო და კალისტრატეს ალიების ძალისხმევით გრიგოლი საფრანგეთში ლევილის ქართულ სასაფლაოზე გადაასვენეს. მწიფობის თვეს 28 ოქტომბერს დაბადებული კლასიკოსი, ტანჯული ქვეყნის ნაწამების შვილი, ემიგრანტი მწერალი გრიგოლ რობაქიძე სამშობლოზე ფიქრითა და დარდით საქართველოს მონატრებით აღესრულა. 142 წელი გასულა მისი ამ ქვეყნად მოვლენებიდან. მწერლის პიროვნების 8 წლის შემოქმედების მნიშვნელობა კი სულ უფრო იზრდება და მკვიდრდება ქართველი და არა მხოლოდ ქართველი ერის შემეცნებაში. მცხეთა ქალაქის უძველეს მიწაზე ფეხს დავადგამ თუ არა, თავისთავად იბადება გონებაში კლასიკოსის ლოცვასავით ფაქიზი, მამულის მოფერებასავით სათუთი, თითქოს და მწერლის ჩაკლული სულიდან წამოსული თხოვნა სურვილი და ფეხებს თავისთავად მივყავარ ჩვენი დედა ტაძრის სვეტიცხოვლისაკენ. ფეხაკრებით, გრძალვით მივიახლები პაწას ალოცავს, ტანჯული ემიგრანტი მწერლის სულის საოხად, მისი უკანასკნელი სურვილის აღსასრულებლად. ჩემი ნატრა, როცა მე ამ სოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის ჩემი დაბადების თვეში. სანთელს აანთებდეს ამ პაწას ალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს. მეც არასავთხოვს საქართველოს. მეც არასავთხოვს საქართველოს. მეც არასავთხოვ საქართველოს.